რენესანსის ხელოვნებაზე და იმ მიღწევებზე, რომლებმაც რენესანსმა დაუდო საფუძვლად და რენესანსის შემდგომ კიდევ უფრო პომპეზური, კიდევ უფრო დიდებული, შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების ნიმუშები იქნებოდა და ეპოქა, რომელზედაც მე დღეს თქვენთან უნდა ვისაუბრო, პირდაპირ მოსდევს რენესანსს და თავად ამ ეპოქის ჩასახვა სწორედ რენესანსის წიაღში იწყება. ეს არის ბაროკოს ხელოვნება, რომელიც უსწორმასწორო მარგალიტს აღნიშნავს და რატო უსწორმასწორო მარგალიტი? როგორც მასზე შეუძლებელია ფერი, ესე ვთქვათ, შუქის მოხელთება, ფერის მოქცევა შეუძლებელია, სწორედ ასე მიიჩნევა ბაროკოს ხელოვნებაზეც და ეს პერიოდი დაახლოებით მე-16 საუკუნის 20-იანი წლების შემდგომ 30-იანი წლებიდან იწყება და ჩაისახა რომში, თუმცა რომთან ერთად ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, მთელს ევროპაში გავრცელდა ამავე პერიოდიდან. აღსანიშნავია ის, რომ მისთვის სახასიათოა ძალიან ძაფრი ემოციური მუხტი, ჰიპერბოლა, პათეტიურობა და დაპირისპირება მშვიდ გაწონასწორებულ სამყაროსთან. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი, რაც სახასიათო იყო ბაროკული ხელოვნებისათვის, ძალიან კარგად ჩაჯდა კათოლიკური რელიგიის კონტექსტში და ის, რომ რელიგიისთვის მნიშვნელოვანი იყო ემოციური მუხტის გაძლიერება, სწორედ ამას გულისხმობდა ბაროკოს ხელოვნება და სწორედ ამიტომ კათოლიკური რელიგია და ბაროკო კარგად მოერგო ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგია ზოგადად საკმაოდ მკაცრია, დოგმატიზირებულია, თავისი ნორმები გააჩნია, მისთვის ეს ემოციური მუხტის წინ წამოწევა სწორედ ბაროკოს კულტურამ მოახერხა. რა ხდება ამ პერიოდში? ამ პერიოდის პოლიტიკური ფონი რომ მიმოვიხილოთ, საკმაოდ რთული ვითარება იმ პერიოდის ევროპაში, არსებობს შიდა დაპირისპირება გლეხებსა და გლეხთა შორის, გერმანიასა და ესპანეთს შორის, ნიდერლანდები ორ ნაწილად იყოფა და ეს ერთის მხრივ არეულობა და ქაოტურობა დადებით კონტექსტში მოქმედებს ხელოვნებაზე და იქმნება ახალი კულტურა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. თავად ტერმინი ბაროკო მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა და თავიდან შეიძლება ითქვას, რომ ცოტა უარყოფითი კონტექსტითაც კი გამოიყენებოდა, რადგან ძალიან გაპრანჭული, ძალიან ესეთი აღმატებული ტონით მიიჩნეოდა და თუმცა დღეს ეს ყველაფერი უფრო უპირისპირდება რეალისტურ მიმართულებას და მასში ხედავთ სინთეზ ემოციური, ტონალური გრადაციების თვალსაზრისით. ბაროკოს გამორჩეულ ფიგურებზე გვექნება დღეს საუბარი, ისეთებზე როგორიც არის კარავაჯო, რუბენსი, რემბრანდტი, ვერმეერი, ველასკესი, ჰალსი, ძალიან ბევრი გამორჩეული, საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები არიან მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში და აუცილებლად ბაროკოსთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს ორი იტალიური ტერმინი, რომელიც ნიშნავს chiaroscuro და ეს ნიშნავს ნათლის და ბნელის დაპირისპირებას, სუფუქი და მუქი შუქების კონტრასტს და თამამი კონტრასტების შექმნას კომპოზიციაზე და ტენებროსო, ბნელი ან პირქუშის დაპირისპირება, მუქი ფერების დომინირება ნათელ ფერებზე. ეს შესაძლოა ეს ორი ტერმინი ეხლა ცოტა რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ნამუშევრებს თვალს გადავავლებთ, თქვენთვის ძალიან ადვილად შესამჩნევი იქნება chiaroscuroც და ტენებროსოს ტექნიკის არსებობა, რასაც ეყრდნობა მთლიანად ბაროკოს ხელოვნება. როდესაც თქვენს თვალწინ იქნება ძალიან გაპრანჭული, ძალიან ემოციურად დინამიური კომპოზიციები, სადაც წამყვანი არის ბნელისა და ნათლის შეპირისპირება, კონტრასტული ტონალური აქცენტები, შეგიძლიათ ეგრევე ამოიცნოთ, რომ ეს ყველაფერი ბაროკოს ხელოვნების სახასიათო ნიშნებია, რომელსაც საფუძველი მე-16 საუკუნის 30-იანი წლებიდან ჩაეყარა. მოდით ახლა კონკრეტული მაგალითების მეშვეობით გავეხსნოთ ამ ყველაფერს და მიმოვიხილოთ ამ მხატვრების შემოქმედება, რომლებმაც მსოფლიოს ბაროკოს ხელოვნება მისცეს. მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო, რომელიც 1573-1600 წლებში ცხოვრობდა და ძალიან მცირე ასაკში, ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, სულ 37 წლის ამიცოცხლა. ძირითადად მისი ცხოვრება დაკავშირებულია დაკავშირებულია ძირითადად რომთან და მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ხელოვნება ძალიან ბევრი ახალი მიგნებებითა და გამბედაობებით გამოირჩევა და რა უკავშირდება მიქელანჯელო მერის? ეს არის ფაქტობრივად გამოვიტანე პირველ სლაიდზევე, ეს არის განათების დრამატული ეფექტები. მის ნამუშევრებში ფაქტობრივად არ არსებობს ის შუქი გარკვეულ ნაწილებზეა კონცენტრირებული და მოცულობის ილუზია სწორედ ამ შუქ ჭრილის მეშვეობით იქმნება და მოგზანდით. გამარჯობა.
ჩვენ დავიწყეთ დღეს ბაროკოს ხელოვნება და საუბრობდით იმაზე, რომ რა მისცა ბაროკო, რას წარმოადგენს ბაროკოს ხელოვნება, ეს გაბრანჭული ხელოვნების სტილი, რომელიც მე-16 საუკუნიდან ჩამოყალიბდა იტალიაში და რომელიც ემოციური, ექსპრესიული მომენტების წინ წამოწევით არის ცნობილი და მისი ემოციური მუხტი, მისი ექსპრესიულობა კარგად ჩაჯდა კათოლიკური რელიგიის მოთხოვნებში და დღეს ახლა გამიხილავთ იმ ცნობილი მხატვრების შემოქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ბაროკოს ხელოვნებასთან და ახლა დავიწყეთ მიქელანჯელო მერიზის კარავაჯოს შემოქმედება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ავტორია ამ პერიოდის მხატვრებს შორის და მისი შემოქმედება ძალიან ბევრი ინოვაციური მიგნებებით ხასიათდება და ამ ინოვაციურ მიგნებებს შორის პირველი არის ეს განათების დრამატული ეფექტების შემოტანა და საერთოდაც მის ნამუშევრებში დღის შუქი არ არსებობს. თავად ფერწერა ამოედინება შუქით და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სწორედ შუქჩრდილზე დაყრდნობით ის სივრცის ილუზიის შექმნას ახერხებს და ამ მნიშვნელოვან დეტალებით ბევრ ინოვაციურ საფუძველს ქმნის ხელოვნების ისტორიაში. რომშიც უკავშირდება ძირითადად მისი შემოქმედება, თუმცა ცხოვრების გარკვეული ნაწილი გაატარა მილანში, სადაც იგი გაეცნო იქაურ ხელოვნებას, იქაურ მხატვართა ნამუშევრებს და სწორედ ლეონარდო და ვინჩის სკოლამ მოახდინა მასზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება, მისგან ისწავლა უბრალო კომპოზიცია, ფორმათა ანალიზი, შუქჩრდილის მოდელირება და ყველაფერი ეს საკუთარ შემოქმედების საფუძვლად აქცია კარავაჯომ და მისი ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ მან მთლიანად უარი განაცხადა იდეალიზებულ ფორმაზე და ძალიან მძაფრად სახასიათო ფორმები, სახეები წარმოადგინა და თუ მის ნამუშევრებს უკვე კონკრეტულად გადავავლებთ თვალს, ნათლად დავინახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაში იდეალური აქცენტებზე უარის თქმა არის საერთოდ მისი არსი, მაინც ადრეულ ნამუშევრებში ჯერ კიდევ იგრძნობა იდეალიზაცია, ჯერ თუმცა კონკრეტული ფორმისკენ სწრაფვა მაინც არის გამოხატული და აი რასაც გულისხმობ, აი ახლა ამ ფიგურაში შეგიძლიათ კარგად დაინახოთ. ეს არის 1595 წელს შესრულებული მისი ნამუშევარი, მისი მეგობარი იყო მხატვრის მუზა, რომელიც 16 წლის იყო იმ პერიოდისთვის და წარმოდგენილია პორტრეტი, რომელსაც ხელში ნატურმორტი უკავია და თქვენ კარგად გაგახსენდებათ რენესანსისთვის სახასიათო ის იდეალური ფორმები, ესთეტიკა, რომელზედაც წინა შემთხვევაში ვისაუბრეთ და შემდგომ უკვე ეს ესთეტიკა, ეს ფორმა უფრო მეტად მძაფრდება და ცოტა უფრო უხეში ხდება და უფრო მეტად რელიგიური სურათებისკენ, ხატვისკენ არის მიდრეკილი. ეს არის ავადმყოფი ბახუსის ახალგაზრდა ბიჭის მისივე ავტოპორტრეტი, რომელიც 1593-1594 წლებშია შესრულებული, ესეც გახლავთ მისი შემოქმედების ადრეული პერიოდი და ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული კვლავაც იმ უბრალოებას, უბრალო ადამიანების ცხოვრებას და ამ უბრალო ადამიანების ცხოვრების დრამატული მომენტების, ემოციური მომენტების წინ წამოწევას ხდება და თქვენ ხედავთ, რომ ეს ბახუსი ჯერ კიდევ რენესანსული იდეალების გავლენით არის შექმნილი. აი მისი ადრეული ნამუშევარია, თუმცა ემოციური მუხტი აქ უფრო მძაფრად შეიგრძნობა, აი თითქოს წამია დაფიქსირებული ბიჭი ხვლიკის ნაკბენით. აი თითქოს ესაა მას უკმინა ხვლიკმა და ეს ემოცია დაფიქსირებული აქვს და მასზე სავარაუდოა, რომ ეს შესაძლოა მისივე ავტოპორტრეტი იყოს და რადგან თავად მისი ხელის მტევანის განზე გაწეული, ზეაწეული მეორე ხელი ზუსტად მსგავს მანერაში მისი პალიტრის დაკავების მანერას გულისხმობსო, რთულია ამ ყველაფრის დამტკიცება, თუმცა ფაქტია, რომ ეს მისი ადრეული ნახატია, რომელშიდაც ფიგურა ჯერ კვლავ რენესანსური ხელოვნების წიაღში იქმნება. აი ასევე შეიძლება ითქვას მის მარია მაგდალინელის გამოსახულებაზე და სასურათო სიბრტყის წინა ნაწილზე თქვენ ხედავთ ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც თავი ჩასძინებია, შეიძლება ითქვას ჩაუწევია დაფლა, ძალიან ისეთი ყოფითი სცენაა და ამ ყოფით სცენას მის უბრალოებას
კიდევ უფრო უბრალოს ძენს თავად სამოსი, რომელშიდაც ეს პერსონაჟია წარმოდგენილი, უბრალო დაბიო შეიძლება ითქვას, ქალის არღესასწავლო კაბაშია გამოწყობილი და ნახეთ როგორ ეცემა ფიგურას სინათლის შუქი, მთელი სივრცე შავი მუქი ტონისგან არის შავი და რაღაც თითქოს მუქი მწვანე ტონისგან არის შექმნილი, ხოლო გოგონას ფიგურა მთლიანად ანათებს ჩვენს სასურათო სივრცეს და ჯერ ის მოცულობითი ფორმა, რასაც მისი შემოქმედების ბოლო პერიოდისკენ მიაღწევს, ნაკლებად იგრძნობა, თუმცა ცდელობა უკვე არის და ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარი რომ გახლავთ, მარიამ მაგდალინელის ფიგურა, ამითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ის სულუქი მოცულობის ფორმა, ის სივრციდან ამოსული მძაფრი ექსპრესია ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ თავშეკავებულია. ნახეთ, როგორი გაძლიერებული მუხტი და სწრაფვა მოდის მედუზას თავის გამოსახვაში, ეს უკვე ემოციური მუხტი მოდის წინა პლანზე, სახასიათო ნიშნებია წარმოდგენილი და ცდილობს უკვე ამ გაძლიერებული ექსპრესიის გადმოცემას დაპირისპირებული კონტრასტული, მკვეთრად დრამატული ტონების მეშვეობით. ეს არის მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, რომელსაც სახელად ჰქვია ანგელოზი აწერინებს მათეს სახარებას და აი მინდა ეხა თქვენც რო ჩაერთოთ და რას ხედავთ ამ ნამუშევარში და რა არის აქ ისეთი, რაზედაც ამ პერიოდში ვხედავთ მხოლოდ და რაც აქამდე ჩვენი გავლილი ეპოქების განმავლობაში არ შეგვხვედრია. რა შეგიძლიათ მითხრათ კარავაჯოს ამ ნამუშევარზე, რომელსაც თქვენ თვალწინ ხედავთ? როგორ არის, როგორია ფიგურა? რას ხედავთ მათეს ფიგურაში ისეც, რაც თქვენთვის აქამდე უცნობი იყო? შეგიძლიათ მითხრათ? სიშიშვლე, სხეული. მართალი ბრძანდებით? ცოტა ხმამაღლა თუ არ თქვით არ მესმის. ანატომიური აგებულება წამოვიდა უკვე. კი ბატონო, ანატომიური აგებულება, რეალური ადამიანი, რაც რენესანსში იყო, კვლავ თქვენს თვალწინ არის, მაგრამ ეს რეალური ადამიანი ბევრად გაადამიანურებულია ახლა და მათეს გამოსახულება თქვენს თვალწინ არის თქვენი თანამოქალაქე, უბრალო ადამიანი, რომელიც ესეთი ფაქტობრივად რაღაც ისეთი ფეხში შველი, უხეში, ჯმუხი მამაკაცის სახით არის წარმოდგენილი და მის ასეთ უხეშ ფიგურას როგორ უპირისპირდება ანგელოზის გამოსახულება. ხო ხედავთ ამ კონტრასტს. ერთის მხრივ ეს უხეში ჯმუხი, აი მელოტი, წვერიანი, ბომჟის გარეგნობის მამაკაცი და მეორეს მხრივ ანგელოზი იდეალური ფორმებით, პროპორციებით, ფერით, ესთეტიკით და სწორედ ეს არის ამ ბაროკოს ხელოვნების მთავარი არსი. დაპირისპირება. ნახეთ, როგორ ანათებს ამ მუქ ფონზე თეთრი ფრთები, რომლის დეტალიზებას ცდილობს და თითქოს ეს აფრიალებული ბუმბულის ფორმები, როგორი მოცულობითი სახით არის წარმოდგენილი. ნახეთ, სკამზე მოგდებული ეს სამოსის ნაჭრის დრაპირება, როგორ დაპირისპირებულ შუქჭდილს ქმნის. რა შეგიძლიათ დაამატოთ, რას ხედავთ ისეც კიდე, რა არის უცხო, რა სუნთქვა მოიტანა ბაროკოს ხელოვნებამ, ანგელოზი აწერინებს მათეს სახარებას, აი თქვენი ემოცია რა არის ამასთან დაკავშირებით. იცი რა, რენესანსში ეს ფიგურები იყო ყველა რაღაცნაირად ცალ-ცალკე შვიდი და აქ უფრო აი თავიდან რაღაცა გადახვართულია ერთმანეთში, როგორი ინერგატი ხო, მოძრავ დინამიკაც არის, აი როგორც თქვით, ძალიან რეალურია ეს პიროვნება. მე დაპირისპირება ამ მუხსა და ამ ღია ტონს შორის აუნათებულია აზრობრივად მთავარი ბიბლია, რომელიც ცენტრშია მოქცეული. ჩემთვის ემოცია. ნამდვილად ორივეს მართალს ბრძანებთ, ეს არის ემოცია და ისეთი მძაფრი ემოცია აღმოჩნდა, რომ როდესაც დაკვეთა შეასრულა, დაუწუნეს კიდევაც, რადგან ეს მძაფრი ემოციური მუხტი მიუღებელი აღმოჩნდა და თავიდან ჩვენთვის არაფერია. ჩვენთვის დღეს არაფერია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ რენესანსის ესთეტიკას მიჩვეული თვალისთვის, სადაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო იდეალური ფორმა, სხეულის პროპორციის თანაფარდობა, კლასიკური სამკუთხედი, სადაც ესა შორსდებარე ფიგურა უფრო მცირდება, ახლოს უფრო ნატურალურ ზომებშია წარმოდგენილი და აქ მთლიანად ეს პრინციპი შეიცვალა. გადაეხლართა შეიძლება ითქვას, ფორმები ერთმანეთში, ტონალური აქცენტები ერთმანეთთან დაპირისპირებულია და ის
გაწონასწორებული ემოციური მუხტი მთლიანად ფეთქდება და მეტი სიუხეშეც მოდის ამ გამოსახულებებში. ხო გძნობთ ამას, თუ რამე გაუგებარია ან ვერ ხედავთ, კიდევ ერთხელ თქვენი თვალითაც რაღაცა ვიმსჯელოთ, რომ მინდა რომ იგრძნოთ ფონით სად არის და ყურადღება არ გეპარება. ჯერ ფონი სადაა, შემდგომ უკვე მრავალფიგურიან კომპოზიციებში ფონიც მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს, მაგრამ აქცენტი მაინც კეთდება მთავარზე და ეს მთავარი არის ძაფრი დაპირისპირება, შეპირისპირება, კონტრასტები, რაც მთლიანად ახასიათებს ბაროკოს ხელოვნებას. აი ნახეთ ეხა როგორ ხატავს, რას ქმნის მის ადრეულ ნამუშევრებში. დააკვირდით როგორ არის წარმოდგენილი, ეს არის მისი ნატურმორტები და ნატურმორტებშიც ჯერ კიდევ იგრძნობა. კი, მიბრძანდით. ნატურმორტებშიც იგრძნობა ის კლასიკური, გაწონასწორებული კომპოზიციები, რაც რენესანსურ ხელოვნებაში ჩვენ გავიარეთ. შემდეგი უკვე წმინდა მათეს მოწოდება, რომელიც ასახავს მომენტს, როდესაც ქრისტე მოუწოდებს გადასახადების ამკრებს მათეს, რომ მას გაჰყვეს და რა არის თქვენთვის ახალი ამ ნამუშევარში, რას ხედავთ თქვენ სურათის, რა სურათია თქვენს თვალწინ და რა შეგიძლიათ მითხრათ, რა არის ახალი ამ ნამუშევარში ისეთი, რაც აქამდე თქვენ არ გინახავთ. კი, სინათლე. დიახ. ყველა შეგიძლიათ ხმამაღლა დააფიქსიროთ. კი, მაქვს მიდრეკილება დიქტატორიზმისკენ თუ როგორც არის, მაგრამ კი, აი ზუსტად ეს შუქი მოიტანა, სინათლე მოიტანა და მე აკვირებ და ვადიდებ. ხო არ გინდათ აქეთ მოიწიოთ, მე არ შემიშლით ხელს. თუ გინდათ აქ დაჯექით. აი აქ რო მოიწიეთ, მე კიდე უფრო, მე არ თან რა არის იცით, ეს კიდე რა ხასიათებს იცით პროექტორს? პროექტორი იმ ფერს ზუსტად ვერ ასახავს, რა ფერიც აქვს დესკტოპს. ხო, თუმცა ამ შემთხვევაში თავარი რაც მე მინდა რომ თქვენ დაინახოთ, ეს არის ოთახში დატრიალებული შუქი და ამ შუქზე თითქოს რაღაცა ტვერიცავი დაო რა. ხედავთ ამ ყველაფერს და ამას თქვენ მინდა რომ თქვენი თვალითვე იგრძნოთ და როგორ არის ეს ქრისტეს გაშვერილი ხელი, როგორ იძლევა სინათლის ეფექტს. ხედავთ ამას? ხახო, ხედვა მხატვრობაში ისეთივეა, როგორც სმენა მუსიკაში და ამას სჭირდება ბევრი ვარჯიში. ბევრი ნახატის სურათის დათვალიერება, რომ გამოგიმუშავდეთ. ხო, აუცილებლად და აი თუ გძნობთ ამას, როგორ მოდის, როგორ ეცემა შუქი, როგორ არის მიმართული და კომპოზიცია ჩვენ გახსოვთ, რომ სამკუთხედებზე ვსაუბრობთ, ხო მთლიანად დაირღვა და აქ არის უკვე თითქოს კადრი დააფიქსირა და ყოფითი ყოველდღიური ამბავია თქვენს წინაშე და სწორედ ეს არის ბაროკოს ხელოვნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აქამდე ესე ყურადღება მისაქცევი არ იყო და ასეთი მასშტაბური სახით არ ქონდა შესამჩნევი. კიდევ დააკვირდით აბა კარგად. ანუ კანე ერთგვაროვანი შტიგი აგარაჩება. როგორ? აი ერთგვაროვანი ერთი ფერის ტონი იყო და უკან მაგარაჩა. სივრცე გამოვიდა, კი ბატონო, კიდევ მეტი ნაოჭია და მეტი მოცულობა. კიდევ მაგის დაკონკრეტება მინდა. კიდევ გურამ თქვენ ხომ არ ხედავთ ძვირფასო? სახეების გარდა კიდევ კარგად დაფიქრდით. რა არის ისეთი, რაც აქამდე ესეთი პომპეზური არ იყო? რა თქმა უნდა ჩაცმულობა, რომელიც ეპოქის სულს გამოსახავს და ეს ჩაცმულობა როგორია? პომპეზური, ბაროკალური, მოცულობითი, ეფექტური და ნახეთ ეს სამოსის დრაპირება როგორ მიყვება ფიგურის მოძრაობას, ხო? აი ჩვენ რაც ვნახეთ საბერძნეთში რომ ეს ქანდაკებებს მიყვებოდა და კლასიკურ პერიოდში მოძრაობის ეფექტს ქმნიდა, ეს გაშლილი ბეჭები, გაშლილი პერანგის კლავები როგორ ამოძრავდა ბაროკოს ეპოქაში, ხო? თან აი შემდეგს თვალი გადავალოთ. როგორ არის კი ბატონო. აბა ნახეთ იუდა სამბორზე როგორი უმცირესი სინათლის წყაროა და ეს სინათლის წყარო იგზენით რომელია? აი ისე აი ამონათებულია სწორედ ის ადგილები, აი თავარი იდეა რაც არის, მაგალითად ქრისტეს შუბლი, ხელები, რაღაც ერთმანეთზე რო ძალიან წევად გადაჭდობილი. აი ეს ცენტურიონის ის არაფერა. აი ნახეთ, სინათლის წყარო ეხა თქვენთვის შორიდან ცოტა რთულად შესამჩნევია. ხედავთ აქ დაგიწერეთ კიდევაც ლამპიონი, რომლისგანაც შუქი ეცემა თქვენს მარცხნივ მდებარე სივრცეებს. ხედავთ?
და აქეთ ხო უფრო ბნელია, მაგრამ მის სახესაც ეცემა ეს სინათლის შუქი. ნახეთ როგორ მოდის ლამპიონისგან სინათლე და რაც მთავარია, ძალიან მუქ ფონზეა ფიგურები წამოწეული და სწორედ ამ მუქი ფონის ფერზე როგორ მოდის ფიგურის აი რაღაცა არა კანის ფერიც რაღაცა დაძაბულია, მუხტიანი ემოციაა და თან ეს ემოცია გაშეშდა თითქოს რაღაც წამმა გააჩერა და ამას როგორ უპირისპირდება ეს ცენტურიონების სამოსის ნახეთ კონტრასტი რეალი ეს წითელი და თქვენ შენიშნავთ რომ როდესაც დღეს ბოლომდე ჩავივლით ამ ლექციას იგრძნობთ რომ წითელი განსაკუთრებით საყვარელი ტონია ამ პერიოდის წითელი ლურჯის კონტრასტული დაპირისპირებები მნიშვნელოვანია ბაროკოს ხელოვნებაში კიდევ ერთი ნახატი რომელიც კლასიკად ითვლება ამ პერიოდის ეს არის წმინდა პეტრეს ჯვარცმა კარავაჯოს ნამუშევარია და 1601 წელს არის შესრულებული ჯვარცმა უფრო სწორად პეტრეს წამება და თავდაყირა როგორც თქვენ იცით თავდაყირა ჯვრის ჯვარზე გაკვრის ცერემონიალი არსებობდა და რეალიზმი ყველაზე თვალშისაცემი რეალიზმი წარმოგვიდგინა კარავაჯომ ნამუშევარში და ამ ნამუშევრით ძალიან ფაქტობრივად უბრალოებაზე გააკეთა, ემოციურ მუხტზე გააკეთა აქცენტი და შეიძლება ითქვას, რომ მის შემოქმედებაში ეს არის უკვე ახალი ეტაპი და ამ ეტაპზე იგრძნობა ის ზეპროფესიონალიზმი, ის სიახლეები, რაც მის შემოქმედებას ახასიათებს და დააკვირდით, როგორი ემოციური მუხტი მოყვება. როგორი დაპირისპირებული ტონებით არის წარმოდგენილი და ეს ფიგურა, შიშველი ფიგურის ამონათებული სხეული, წელზე მოხვეული ტილოს დრაპირებული ნაჭერი, მისი უბრალო სახე, რომელიც აი ესეთი ემოციური მუხტით არის გაძლიერებული და ყველა დეტალის ჩვენება. აი ნახეთ, უბრალო ესეთი ჭუჭყიანი ფეხის ტერფები, რაც წინა ესთეტიკისთვის, სადაც ყველაფერი დეტალიზებული იყო, სადაც მთავარ აქცენტს ვაკეთებდით ესთეტიკაზე, მთლიანად უგულებელყოფილი იყო. აი ნახეთ კიდევ ერთი ქრისტეს საფლავად დადება, რომლის ასლებიც შესრულებული გვაქვს რუბენსის, სეზანის მიერ და შეიძლება ითქვას, რომ კარავაჯოს შემოქმედებაში განსაკუთრებით სპეციფიურია შუქჭდილი, მუქი და მკვეთრი ტონალური აქცენტების ერთმანეთთან დაპირისპირება და კონტრასტები, ცოტა მძიმე კონტრასტები და ნაწილთა შორის დაპირისპირება, კი არა დაპირისპირება, უფრო შერწყმა შეიძლება ითქვას და სახეების, ფორმების ემოციურ გადმოცემას, მის შემოქმედებაში განსაკუთრებული კარავაჯოს შემოქმედებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა დანარჩენ მხატვრობაზე და შეიძლება ითქვას, რომ მან ბაროკოს სტილის ერთ-ერთი პირველი აქცენტები შეიმუშავა და მთელი არმია კარავაჯოისტებისა ჩამოყალიბდა და მაისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა ველასკესზე, რემბრანდტზე, რუბენსზე და ასე შემდეგ და მისი შემოქმედება საფუძველს უდებს ახალ ეპოქას ხელოვნებაში, ბაროკოს ეპოქას, რომელიც ემოციური მუხტის ხასიათდება და რომელიც მთლიანად უპირისპირებდა მანამდე არსებულ ფორმებს. შევისვენოთ თუ რა ვქნათ გურამ? დაიღალეთ? შემდეგი ავტორი, რომელიც მე თქვენ მინდა გაგაცნოთ, ეს არის პიტერ პაულ რუბენსი, რომელიც ფლანდრიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა გერმანიაში 1577 წელს და მისი შემოქმედება დაკავშირებულია ასევე ბაროკოს ხელოვნებასთან და მან უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა მსოფლიო ხელოვნებას მისი ნამუშევრების სახით და მისი ნამუშევრები ძალიან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო იტალიაში ყოფნასთანაც და იტალიაში ცხოვრებამ უდიდესი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე. გავლენა მოახდინა ტიციანის ფერწერამ და ტიციანისგან იღებს სწორედ ფერისადმი დამოკიდებულებას, წერის თავისუფალ მანერას და სენსუალური, ემოციური გრძნობების წინ წამოწევას და მასზე ასევე დიდი გავლენა იქონია კარავაჯომ. ის ძალიან მძაფრი ემოციური მუხტით გამოხატავდა თავის შემოქმედებას და
იცნობს ძალიან აფართოებს მის შემოქმედებას იმით, რომ ბევრს დადიოდა, ბევრს ნახულობდა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამდიდრებდა მის წერის მანერას. ნახეთ, იტალიაში შესრულებული კარავაჯოს საფლავად დადების თავისუფალი ასლი გააკეთა მან და თქვენ ხედავთ, როგორ ბნელ მუქ ფონზე რამდენიმე ფიგურიან კომპოზიციას, რომლის ცენტრალური გამოსახულება არა მხოლოდ ნახატის ცენტრულობის გამო, არამედ ტონალური აქცენტითაც არის გაძლიერებული და მიუხედავად იმისა, რომ კარავაჯომ ამ საფლავად დადების უნიკალური კომპოზიცია შექმნა, რუბენსი კიდევ უფრო მეტად ხალისიანია, უფრო არტისტულია და უფრო ფერწერულად ასრულებს ამ ნამუშევარს და შეიძლება ითქვას, რომ ეს რადგან ადრეული ნამუშევარია მისი შემოქმედების, ჯერ კიდევ დეტალური დამუშავებით გამოირჩევა, რაც შემდგომ პერიოდში ცოტა უფრო უგულებელყოფილია და აი ახლა ორივე საფლავად დადება ერთად მაქვს წარმოდგენილი და ნახეთ დააკვირდით. ერთი როგორია წარმოდგენილი, უფრო მუქია, უფრო ნაკლებად არის, ასე ვთქვათ, აქცენტი გაკეთებული ტონალურ აქცენტზე, მეორე ბევრად მძაფრია ტონალური აქცენტის მიხედვით, თუმცა ემოციურობა ორივეგან იგრძნობა და მთავარი ამბავი ორივე ნამუშევარში არის ქრისტეს შიშველი ფიგურა, რომელიც არა მხოლოდ ცენტრალური ნაწილია, არამედ იდეური ცენტრიც არის მთელი ამ ნამუშევრის და ეს იდეა ფაქტობრივად ჩვენამდე ძალიან მძაფრი მუხტის მეშვეობით მოიტანა. აი ნახეთ, ეს გაშლილი ხელის მტევნები, ეს სხვადასხვა ემოციური მუხტის ადამიანები და რომელ გამოსახულებაში უფრო მეტად არის შეკრული ემოცია, რა შეგიძლიათ მითხრათ ამ ნამუშევარს? რომელი? ეს უფრო ნათელია. კარავაჯო სიმძაფრემ რა განაპირობა თქვენ? უკანა ფიგურამ. თავისუფალი ასლია. კიდევ რას ხედავთ ისეც, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ნაკლია და მერე მთლიანად ანატომიური ფიგურა უფრო დახვეწილია კომპოზიციური მთლიანობა, რასაც შემდგომ ეტაპზე ვნახავთ, ჯერ კიდევ ნაკლებად არის. ხვდებით ამას, ხო გძნობთ? დინამიკაში არიან ფიგურები, თუმცა ერთმანეთთან კავშირში ჯერ არა. გარდა იმისა, რომ ხელში უჭირავს ეს ფიგურა. ყველა ხედავთ ამას, გძნობთ ამას? არ მინდა რომ ისე დამეთანხმოთ. გძნობთ ამ ყველაფერს, რასაც ვამბობ? ხო, ორივე ამ ეპოქის არის, ერთი ასლს აკეთებს, პირველი ეს იყო, მეორე ეს იყო, ცენტრალური ნაწილი კომპოზიციისა, რასაც მივეჩვიეთ, ოდნავ გადმოვიდა და ესეც გახსოვდეთ, რომ ეხლა შეხედეთ, ეს რო იგძენით, ძალიან კარგია რო იგძენით და ბაროკოს ეხლა ეს ხო სახვითი ხელოვნება არქიტექტურაშიც იგივეა. ბაროკოს არქიტექტურა ყოველთვის კარს არა ცენტრში, არამედ ცენტრიდან გვერდით გიწევს, რადგან არა პირდაპირ მოქცეს სივრცის აღქმა, არამედ გარკვეული გზა გაგატაროს და პირდაპირ არ შეგაჯახოს ამ ემოციურ მუხტს და აი ჩვენ რო ეხლა დავიგეგმებით ძალიან მალე და გვექნება საუბარი ქართულ ხელოვნებაზე და ძეგლებზე ვივლით ყველა თვეში ერთხელ კვირაში, აი ეს მინდა რომ გაჩვენოთ. ყველა ეპოქას ხო აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები. ხელოვნებაში სახვითი იქნება თუ არქიტექტურა და ეს ყველაფერი არქიტექტურაშიც იგივეა, მუსიკაშიც იგივეა და აი ნახატებს რო გავივლით ჩვენ, მინდა რომ აი ჩაგირთოთ მე მაგალითად ბახი რასაც აკეთებს. მაგალითად რა არის ბახი, ხო? ბახი იგივეა რაც აქ ხდება. და აი ეს ყველაფერი რო ერთმანეთთან შეადაროთ, მე ძალიან ადვილად ჯდება ეპოქა. ვივალდი. ანუ ეს ყველაფერი ერთია და თუ ეს გესმის ყურში და ხედავ თვალში, ანუ შენ უკვე ეს ეპოქა დაიჭირე და იგრძენი. აი ეს რიტმი, დინამიკა, ემოცია, დაპირისპირება, სხვადასხვა ინსტრუმენტებით რაც ხდება მუსიკაში, ეს ხდება სასურათო სივრცეში, ოღონდ ტონალური აქცენტების, ფიგურის პროპორციების, ემოციური მუხტის ჩვენებით. ეხლა შეიძლება ეს ცოტა რთულად გეჩვენებათ, მაგრამ მე-15 ლექციაზე ეს ყველაფერი კარგად გეცოდინებათ. ისე როგორც საბერძნეთში ხო უკვე ის ეპოქა ხო ჩაგიჯდათ და ხო არანაირი კითხვის ნიშანი არ გაქვს. ესეც რამდენიმე
ეხლა ადგილზე იტალიაში ხო წავალთ და იქ ნახავენ ვინც წამოვა, მაგრამ ხო, მაგრამ რას ვამბობ, იცით ხალხო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი იგრძნო. თუ ვერ ხედავ, ჯობია ახლა თქვა, რომ ეს ყველაფერი კარგად შევაპირისპიროთ და კითხვის ნიშნები აღარ გაჩნდეს მერე. აი ნახეთ ეხლა ერთ-ერთი ადრეული პერიოდის საუკეთესო ნიმუშია ავტოპორტრეტი იზაბელა ბრანდთან ერთად და აი ეხლა ამ ავტოპორტრეტში ნახეთ როგორ არის ორი ფიგურა, ძალიან რიტმული მოძრაობა და აი თითქოს მისი ფიგურა უფრო მშვიდია, თავშეკავებულია და სხვა ფიგურები, რომელსაც ის ქმნიდა, ბევრად უფრო გადარეული და ემოციური მუხტით არის წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევარში გამა ცოტა უფრო მუქია და შეიძლება ითქვას, რომ არის პარადული პორტრეტი, მაგრამ ძალიან თბილია, ინტიმურია, განწყობა იგრძნობა და ეს პლასტიური ფორმებისადმი ცოდნა, ინფორმაცია ძალიან კარგად იგრძნობა. ნუ ფერთა გამა ჯერ კიდევ ძალიან მუქია, მაგრამ მისი კომპოზიციური აგების მხრივ ძალიან შეკრული და სრულყოფილია და შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ფიგურა, გარდა იმისა, რომ საკუთარი ხელებით არიან გაერთიანებული, თითქოს რაღაც მშვიდი ემოციური, გაწონასწორებული მუხტითაც არიან ერთმანეთთან შეკრულები. არ მეთანხმებით? უკანა ფონით და ამავე დროს ეს მაქმანები, რომლებიც მათ უკეთიათ და აი ნახეთ ეს ხავერდის ქსოვილი, როგორ ამოანათა სივრცეში, ხო ეს შინდისფერი ტონები და რას ხედავთ საინტერესოს დეტალებისკენ სწრაფვას, სამოსის ქსოვილის თარგი, როგორ არის დამუშავებული გრძნობ, მინიმალური მაქსიმალური სიზუსტით ცდილობს ყველა დეტალის, ნაკვთის გადმოცემას თქვენს წინ. ეს არის მისი უკვე მეორე ცოლი ჰელენ ჰორმონი, რომელიც დიდარი ვაჭრის შვილი გახლდათ და მან შეასრულა ამ ქალის რამდენიმე პორტრეტი. სამწუხაროა, რომ არ ვიცნობდი, თორემ ჩემნაირი მსუქანი ფორმის ადამიანები მისი მუზები შეიძლება გამხდარიყვნენ და ვუყურებ ხოლმე ამ ნამუშევრებს. ალბათ კარგად დავაკმაყოფილებდი ბაროკული ხელოვნების მოთხოვნებს და ეხლა რა გვიქნა? კი, ეს ზოგადად ეს რუბენ და ეგ არ მიგულისხმია. ხო, და აქ რა არის მნიშვნელოვანი ცით, რომ ეს მოცულობითი ფორმები, რასაც ისწრაფის ეს ხალხი, ეგ არის მნიშვნელოვანი და ეხლა რომ სამწუხაროდ ტრენდი გახდა ძვალზე გადაკრული კანი, რეალურად ადრე ეს ჯამთ ხო, შეიძლება ითქვას ესე და ეს მოცულობითი ფორმა, ეს სივრცეები ძალიან საინტერესო იყო ბაროკოს ეპოქაში და მოკლედ რაც უდია რომ ბაროკოს ეპოქაში არ ვიყავი, ხო? წონაში ვერ ვიკლებ და ეს მაინც ვინატრო რომ ხო, აი ნახეთ როგორი ესეთი ცელულიტებიანი ქალი ყავს, ხო, შექმნილი მისი მეორე ცოლის სახით, ნახეთ როგორი ესეთი აი მისი სხეულის რაღაც ესეთი სპილოსვლისფერ ფორმას ეს კი ის კერის აი ეს არის აქ ესა ფორმისკენ ისწრაფვის და ეს მასიური ფორმა, რომელზედაც ეს შუქჭდილი ეცემა. ხედავთ ხო ამ სხეული როგორ ანათებს ამ მუქ ფორმას და აი ნახეთ აქ უფრო კარგად ვიგრძნობთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნახეთ, სამნაწილიანი გამოსახულება, რომელიც 1608 წელშია შესრულებული და აქ უკვე თქვენს თვალწინ იშლება ერთიანი, მრავალფიგურიანი კომპოზიცია, რომელშიდაც არის ჯვრიდან გარდამოხსნის სცენა, ჯვრის აღმართვა, ჯვრის გარდამოხსნის სცენა წარმოდგენილი და აქ ხედავთ, რომ მოძრავი ფიგურათა ჯგუფია წარმოდგენილი და პლასტიური, ძალიან მოძრავი, ძალიან დინამიური კომპოზიცია, რომლის შემკვრელი გახლავთ ცოცხალი რიტმი და რუბენსი რასაც არ უნდა აკეთებდეს, რასაც არ უნდა ქმნიდეს, მასში ხაზგასმულია ადამიანის ჯამრთელი სხეული, მისი ენერგია, სიცოცხლის ძალა და ეს ყველაფერი გადმოცემულია ანატომიურად ესეთი დაკუნთული, ძლავრი ფორმებით და ამ ფორმების აქცენტირებას ახდენს ტონალური ეფექტების მეშვეობით. თითქოს აქ მაინც ჯერ კიდევ დაუხვეწაობა იგრძნობა, სიმშრალე იგრძნობა, სიმკვეთრე იგრძნობა ფერში და
აი რაღაცა ეს ემოციური მუხტია შემკვრელი თელი ამ სამ ნაწილიანი გამოსახულებისა. აი ესეთი კიდევ ერთი იმისი გამორჩეული ნამუშევარი, ეს გახლავთ დრამატული სცენა, ლევკიპეს ქალიშვილის მოტაცება და როგორც ხედავთ, ორი ესეთი აბჯარასხმული ცხენოსანი მამაკაცი იტაცებს შიშველ ქალს და ძალიან მძაფრი სანახავი იქნებოდა, ხო, ეს მოტაცების სცენა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორი თავშეკავებული ემოციაა წარმოდგენილი და აი ნახეთ ამავე დროს პატარა ემოტი, რომელიც კუთხეშია წარმოდგენილი, როგორ სიმშვიდეს გამოსახავს, ხო? და აი ნახეთ, აი ეს ემოციური მუხტი ცხენიდან ამ ფიგურების გადახლართვაში, გადაჭრაში, დაპირისპირებაში, ტონალური აქცენტებისა, ეს არის ძალიან ცოცხალი და ამავე დროს მხატვრულად ორგანიზებული რიტმი და ხალისიან განწყობას მთელს ამ სიუჟეტში სწორედ ეს რიტმი ქმნის, ამავე დროს ფერი, ტონალურობა, ფაქტურა ძალიან მაღალ მხატვრულად არის შესრულებული და ნახეთ როგორ უპირისპირდება ამ ხორბლის ფერს, პილოსწრის ფერ სხეულს, ეს მბზინავი აბჯრის გამოსახულება, ეს შემოხვეული წითელი აბრეშუმისა და ოქროსფერი აბრეშუმის ქსოვილი, ხო? ეს უკანა ფონზედაც უკვე ცდილობს უკანა ფონის პეიზაჟის შექმნას, ხო? გრძნობთ ამ ყველაფერს და აი ნახეთ ცხენის ფაფარიც როგორ დეტალურად არის დამუშავებული და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მოტაცების სცენა ემოციური უნდა იყოს, ხო? მაინც ემოციური, სრულყოფილი, გაწონასწორებული ემოციაა წარმოდგენილი. ამავე დროს მინდა დაგათვალიერებინოთ მითოლოგიური სიუჟეტები, მიწისა და წყლის კავშირი, ვენერას არკესთან, ლომებთან ნადირობა, რომ ყველა შემთხვევაში თავარი ამბავია ეს მოცულობითი ფორმების ჩვენება, სასურათო სივრცეში დაპირისპირება ტონალური აქცენტების და ნახეთ, შეპირისპირება ეს ტონალური აქცენტების მინიმალური სიზუსტე, მაქსიმალური სიზუსტეთ გადმოგცემს დეტალებს და თმის სრულყოფილად გადმოსაცემად ფუნჯს სანამ გაშრებოდა საღებავი რამდენჯერმე ჩამოუსვავდა, რომ ეს ნახატი კი არ ყოფილიყო ბუნებრივამდე მიმსგავსებულად გამოსულიყო და აი საათობით სანამ საღებავი გაშრებოდა, ესე ფუნჯის პირის მეშვეობით ცდილობდა თმის ფაქტურის შექმნას და ნახეთ, ამ კომპოზიციაში ნატურმორტსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი დაჭერილია, ორივე შემთხვევაში მაინც ცენტრისგან ოდნავ გადაწეულ სიუჟეტებს ხედავთ. ესეც ლომებზე ნადირობის ერთ-ერთი მითიური სიუჟეტი, სადაც ემოციურმა მუხტმა მოახერხა სასურათო სივრცის შეკრა და ამ ყველაფერში გაერთიანებულია ბრაზიც, ბრძოლაც, სიმშვიდეც და ეს ყველაფერი ბაროკოს ხელოვნებამ შექმნა დაპირისპირებული ტონალური აქცენტების მეშვეობით. აი კიდევ ერთი ბაროკალური სურათები, ნამუშევრების მწვერვალად მიიჩნევა, ეს გახლავთ ანდრომედე და პერსევსი, ისევ დინამიური კომპოზიცია, მოძრავი ფიგურებია წარმოდგენილი და ხედავთ, რომ თითეული ფიგურა დამუშავებულია სრულყოფილად, მისი სხეულის ნაკვთები იდეალურად არის გამოყვანილი და მის, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან შერწყმულ ფორმებს ეს ერთიან სახეს აძლევს ტონალური აქცენტები და უკვე ხედავთ, რომ აი ეს მოცულობითი ფორმები, ეს მრგვალი ფორმები შეიძლება ითქვას, სწორედ ამ შუქჭდილების შეპირისპირებით არის მიღწეული. ეს არის პორტრეტები რუბენსის შემოქმედებაში, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უჭირავს და თუ ჯგუფური სცენებისგან უფრო მეტი ემოციური მუხტი მოდის, რაც შეეხება პორტრეტულ ჟანრს, პორტრეტში ბევრად უფრო თავშეკავებულია ემოციური მუხტი, თუმცა მაინც ცდილობს თითეული ფიგურის შინაგანი დეტალების აქცენტირება გააკეთოს და ძალიან რბილ ხაზებს წერს და ფსიქოლოგიური სახასიათო მომენტების ჩვენებას ცდილობს. აი, ქალურობაც იგრძნობა ამ პორტრეტებში, ახალგაზრდობა, ჯანსაღი კანი, თვალები, თმები, აი, ცივი საყელო და შედარებით თბილი ოქროსფერი სახე. ეს კონტრასტები დაპირისპირება ფონსა და ფიგურას შორის, თქვენს შეგიძლიათ ხო ადვილად შეხედოთ და ეს არის შეიძლება ითქვას, რომ ის უმაღლესი კლასი, რასაც მის პორტრეტებში ვხედავთ, ხო? ნახეთ, როგორი ოქროსფერის ტონიც არის, ვერცხლისფერი ტონიც გადაკრავს, ანუ ფერი მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს ამბავს წარმოადგენს და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის შესრულებული მაღალ პროფესიონალურად და მის ამონათებულ ფიგურებს, აი ნახეთ, როგორი ცოცხალი, ჯანმრთელი ადამიანის სახეა,
აქცენტირებული ამ ფარდის წითელ ფონზე და ეს მაქმანები ეპოქის სახასიათოდ წარმოდგენილი, ხო? თითეული ფიგურა ძალიან კარგი მრავალგზის დაკვირვების შედეგად არის შესრულებული და ერთი მნიშვნელოვანი სერია აქვს მას ასევე, ეს არის საფრანგეთის მეფე ანრი მეოთხის დაკვეთით შესრულებული 30-ზე მეტი ფერწერული ტილოა და ამ შემთხვევაში მეფის ნიშნობა მარია მედიჩიზია წარმოდგენილი და შეიძლება ითქვას, რომ არადულობის ბაროკოს ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კარგად დანახვის შესაძლებლობა ამ ნამუშევარზე გვექნება და თეატრალური მომენტები წინ მოდის, ხო? და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს წვილი ერთმანეთს ვერ იტანდა, ამ მხატვარმა მოახერხა მათი საუკეთესო ამბის ჩვენება და გაერთიანა ემოციური მუხტით, ვირტუოზული ტექნიკით და ყველა დეტალი ემსახურება იმას, რომ ჰარმონია, წონასწორობა იგრძნოთ მიუხედავად ამ ბევრი მრავალფიგურიანი სცენისა. ნახეთ, როგორ ცენტრალური აქცენტია გაკეთებული ჯვრის ცერემონიალზე, ჯგუფური კომპოზიცია, მრავალფიგურიანი კომპოზიცია, თუმცა მთელი ყურადღება მიპყრობილია ცენტრისკენ და ამ ერთიანი ემოციური მუხტით ახერხებს ცენტრის დაჭერას. მისი შემოქმედების მესამე პერიოდი უკვე დაგვირგვინება, უფრო კლებულობს გარეგნული დინამიკა, ბაროკალური ეფექტები, თეატრალურობა უფრო მატულობს და ფერწერა უფრო დინამიკურია. ჰაერი მეტი იგრძნობა, კოლორიტი უფრო დამჯდარია შეიძლება ითქვას და ამ პერიოდში უკვე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პეიზაჟიც და პეიზაჟი არა მხოლოდ დამოუკიდებელი ნაწილია, არამედ ცალკეულ კომპოზიციებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ის თეატრალური ეფექტები, რაც მას ახასიათებდა, შედარებით გაქრა და მთავარი უფრო მეტად მის ყოფით სცენაზე გადადის და აი რაღაცა დახუნძლული, ემოციური მუხტით გაერთიანებული სცენებია თქვენს თვალწინ. ეს იქნება პორტრეტები, ეს იქნება მითოლოგიური სიუჟეტები, ყველა შემთხვევაში მისთვის რაღაც თან ხმაურიანი, თან ერთმანეთში შერწყმული გამოსახულებები და ამავე დროს გარკვეული სიმშვიდით გაერთიანებული ფიგურებია თქვენს თვალწინ და ეს დინამიკა, ეს რიტმი არის სწორედ ბაროკოს ხელოვნების სახასიათო, რომელიც უპირისპირდება მანამდე მრავალ საუკუნოდ გამოვლილ რენესანსურ ხელოვნებას და ეს რიტმი, ეს მოძრაობა, რომელიც მის შემოქმედებაში სათავეს იღებს, ძალიან ბევრი შემოქმედის მისაბაძი მაგალითი გახდა და მოკლედ ეხლა ცოტა ხანი შევისმენოთ და გავაგრძელოთ საუბარი დიეგო ველასკესზე, რომელიც სრულიად ახალ ეპოქას ქმნის ხელოვნებაში, რომლის შემოქმედებას საზღვარი არ აქვს და დღესაც მის ნამუშევრებს არაერთი მიმდევარი ჰყავს. შევისმენოთ 15 წუთი და გავაგრძელოთ უკვე ველასკესთან.